მოგესალმებით, დავიწყოთ ბიზნეს ინსაიდერი, ტრადიციულად ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი და მნიშვნელოვანი სიახლეები და რა თქმა უნდა ტრადიციულად ლარის კურსთან დაკავშირებული ინფორმაცია, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში კვლავ გამყარდა, მოკლედ ლარის სტაბილურობას ინარჩუნებს კიდევ ერთხელ მიუხედავად გლობალური ტურბულენტური ვითარებისა, თუმცა იმედი გვაქვს ასევე რომ გლობალური ტურბულენტური ვითარება ნელ-ნელა მილევად რეჟიმში გადავაყოთ, ხოლმე იმედი ნამდვილად გვაქვს, ალბათ ეს იმედი აქვს მთელს მსოფლიოს გამონარეკიდან რომ ბევრი მიმართულებით უკვე ამ ტურბულენციამ გავლენა მოახდინა ბიზნესის სხვადასხვა სექტორზე, თუმცა ჩვენ კვირის დასაწყისში უნიშნულოვანესი ინფორმაცია მივიღეთ, კვირა დღე იყო ასე ვთქვათ, საქართველოში კვირა საღამო, როდესაც მივიღეთ უნიშნულოვანესი ინფორმაცია, ამის სახე ბევრი ითქვა, საუბარი შეეხება უნიშნულოვანესი ბრენდის, ასე ვთქვათ, Trump Tower-ის საქართველოში აშენების საკითხს და მე მინდა კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ ბიზნესმენებს, რომელსაც თქვენ ახლა ფოტოზე ხედავთ, რა თქმა უნდა, შემთხვევაში განსაკუთრებული მადლობა ამ ძალისხმევისთვის ბატონ სოსო ხაკაძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელს, ისევე როგორც ბატონ ილია წულაიას, არქის ხელმძღვანელს და ასევე სხვებს, ვისაც კიდევ ერთხელ ფოტოზე ხედავთ თქვენ თითოეულ მათგანს და ბიზნესმენთა ნაწილი, მათ შორის ბატონი სოსო ხაკაძე, ბატონი ილია წულაია, სოციალურ ქსელში ეხმაურებიან სწორედ ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ბატონი სოსო ხაკაძე წერს, რომ Trump Tower თბილისი ჩვენთვის უფრო მეტია ვიდრე ცალკე აღებული დეველოპერული პროექტი, ეს არის დადასტურება იმისა, რომ ქართულ ხედვას, პროფესიონალიზმსა და ქართულ შრომას შეუძლია დადგეს მსოფლიოს უდიდეს ბრენდებთან ერთ რიგში. ჩვენს პარტნიორთან არქისთან ერთად გვჯერა, რომ თბილისი იმსახურებს იმავე ხარისხის არქიტექტურასა და ცხოვრების სტანდარტს, რასაც ნიუ-იორკი, მაიამი თუ დუბაი თავაზობენ საკუთარ მოქალაქეებს და სტუმრებს და ეს პროექტი სწორედ ამ რწმენის მატერიალიზაციაა. პროექტის ეკონომიკური ეფექტი მრავალმხრივია, მასშტაბური პროექტის ირგვლივ უცხოური კაპიტალის მოზიდვა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, სამშენებლო და ოპერაციულ ფაზებზე საერთაშორისო ბაზრებიდან უძრავი ქონების შესყიდვის სურვილთა ინტერესის და ქართველი დეველოპერების ინდუსტრიის შემდგომი განვითარება. აღნიშნული პროექტი არის სტრატეგიული ეტაპი და იგი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას პრემიუმ უძრავი ქონების გლობალურ ბაზარზე. ასევე ილია წულაია არქის ჯგუფის დამფუძნებელი და სამეთვალყურო საბჭოს თავმჯდომარე ეხმაურება სოციალურ ქსელში ამ უნიშნულოვანეს კიდევ ერთხელ ინიციატივას, პროექტს საქართველოს მდიდარი ისტორიისა და გაბედული ამბიციების მქონე ქვეყანაა. Trump Tower თბილისი ჩვენი ამ ამბიციის ყველაზე სიმბოლური ფორმით გავაცოცხლებთ, ვქმნით ისტორიულ პროექტს, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის ქალაქის იერსახეს და საქართველოს სოფლიო რუკაზე ახალ სიმაღლეზე აიყვანს. არქი ამაყობს, რომ ტრამპის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს როგორც გლობალური ინვესტიციებისა და ლუქს კლასის უძრავი ქონების ცენტრად ქცევაში კიდევ ერთხელ ილია წულაია არქის ჯგუფის დამფუძნებელი წერს სოციალურ ქსელში და რა თქმა უნდა ერიკ ტრამპი ეხმიანება ამ ნაწილს. ტრამპის სახელი უმაღლესი ხარისხის უძრავი ქონების პროექტებთან ასოცირდება. Trump Tower თბილისი კი ამ მემკვიდრეობის გაგრძელება. მოხარულები ვართ, რომ საქართველოსათვის გლობალური რეპუტაციის მქონე ხარისხის შეთავაზება შეგვიძლია და ამ პროექტზე ასეთ პატივსაცემ და პროფესიონალ დეველოპერებთან ერთად თანამშრომლობთ, მართლაც განსაკუთრებულია კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული ნაწილია, განსაკუთრებული პროექტია და ვამაყობ, რომ საქართველოს თბილისი არის ის ქვეყანა და ის დედაქალაქი, სადაც ეს უნიშნულოვანესი პროექტი განხორციელდება და კიდევ ერთხელ მადლობა იმ ბიზნესმენებს საქართველოსდან, რომლებმაც ეს უნიშნულოვანესი პროექტი მოუტანეს ქვეყანას, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ ცალკე კომპანიების საკუთრება, შეიძლება ასე ვთქვათ, მთელი ქვეყნის საკუთრება. ბევრი კუთხით აქვს ამ უნიშნულოვანეს პროექტს მნიშვნელობა. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, რომ ინვესტიცია არ არის მხოლოდ ფინანსური ნაწილი, ინვესტიცია არის ცოდნა, გამოცდილება, ტექნოლოგია, რომელიც თანხდებს ამ ყველაფერს და მე დარწმუნებული ვარ, მართლაც ესეთი ავტორიტეტული ადგილობრივი დეველოპერები, რომელთა ხელმძღვანელობს აღნიშნე ბატონი სოსო ხაკაძე, ბატონი ილია წულაია, დარწმუნებული ვარ, რომ განახორციელებენ ფანტასტიკურად, უნაკლოდ ამ პროექტზე. ჩვენ მივიღებთ მართლაც გამორჩეულად მნიშვნელოვან პროექტს და ბრენდს საქართველოში, თბილისში.
რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან ეკონომიკურ ფაქტებს და მოვლენებს, აუცილებლად მინდა აღვნიშნო დღეს გამოქვეყნებული მაჩვენებლები ექსპორტთან დაკავშირებული ვითარება. პირველი დიაგრამა თუ შეიძლება, რომელიც აღნიშნავს სწორედ ექსპორტთან დაკავშირებით სარეკორდო მაჩვენებებს და აქ ჯერ შემთხვევაში აღებულია 2026 წლის ექსპორტის დის მაჩვენებელი მარტის ჭრილში და იანვარ-მარტის საშუალო მაჩვენებელი ასევე და აქ უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, 24% არის გაზრდილი მარტში ექსპორტის მაჩვენებელი, მაშინ იანვარ-მარტის საშუალო მაჩვენებელი ასევე 23.4%-ია, მაგრამ როდესაც ჩვენ ამ ზრდაზე ვსაუბრობთ, ასევე ციფრული მაჩვენებელი შეგვიძლია მივადოთ ჩვენ ამ შემთხვევაში თვალი, მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ ზრდის მაჩვენებელზე, აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს განსაკუთრებით ადგილობრივი ექსპორტის ზრდის მაჩვენებელი და აი ამ ჭრილში, აი ამ პროცენტულ მაჩვენებელში 93% მარტის ჭრილში არის მხოლოდ ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელი, ხოლო 75%-ია იანვარ-მარტის განმავლობაში ასევე ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელი. ხედავთ ჩვენ შემოქმედებების წყაროს ფულად ნაწილში, ფულად ნაკადების ნაწილში, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ყავს ამ შემთხვევაში ექსპორტით გამოხატული. ჩვენ წინა გადაცემებში ასევე ვისაუბრეთ ფულად გზავნებთან დაკავშირებით დინამიურ ვითარებას და ამ კუთხით ჯამში სტაბილურ ნაწილზე. გვექნება ძალიან მალე ტურიზმთან დაკავშირებული ციფრული მაჩვენებელი და ინვესტიციები და საინვესტიციო მოლოდინებთან დაკავშირებით კი ბუნებრივია აქასთან ამ გადაცემაშიც არაერთხელ ვისაუბრეთ და სულ რამოდენიმე წუთის წინათ ვისაუბრეთ. როდესაც დღევანდელი გადაცემას დავიწყეთ მათ შორის ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებული ტენდენციით, ცხადია სწორედ ეს არის ძირითადი ნაწილი, რომ ფუნდამენტური ფაქტორები ლარის კურსზე პოზიტიურად მოქმედებენ. და კიდევ ერთხელ მინდა მიუბრუნდე ღონისძიებას და მნიშვნელოვანეს ფორუმს, ვიტყოდი ენერგოსექტორში ერთ-ერთ გამორჩეულ და მსხვილ ფორუმს, რომელიც გასული კვირის პარასკევს გაიმართა და რომელზეც მთავარი სპიკერი იყო საქართველოს ეკონომიკის და რადიკალურობის მინისტრი. მე ვცლად აღარ მოვიხილავ ამ ფორუმს, ვინაიდან ჩვენ საკმაოდ ვცლად უშინდელი გადაცემის მთელი ნაწილი დაუთმეთ ფორუმის მოხილვას და ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ რომ ამ ჭრილში ჩვენ შევძელით რომ წარმოდგენილი ყოფილიყო არა მხოლოდ ენერგოსექტორი, არამედ წარმოდგენილი ყოფილიყვნენ სხვა სექტორის ლიდერები და რა თქმა უნდა პანელზე ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია იყო წარმოდგენილი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და საქართველოს ბიზნეს ასოციაცია იყო წარმოდგენილი შეიძლება ასე ითქვას ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები იყო გაკეთებული ბატონ ლევან მეხოეციდან რასაც ჩვენ სულ ცოტა ხანში კიდევ უფრო დეტალურად მოვისმენთ თუმცა მანამდე მე კიდევ ერთხელ მინდა მოვისმინოთ მთავარი სპიკერის საქართველოს ეკონომიკის და რადიკალურობის მინისტრის კომენტარი ფორუმთან დაკავშირებით და უკვე ჩვენ საუბარს შემდგომ სტუმართან ერთად გავაგრძელებთ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ჩვენ ძალიან ნაყოფიერი ტრადიციული კარგი შეხვედრა გქონდა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ვისაუბრეთ იმ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ რაც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის შემდგომ განვითარებას ვისაუბრეთ ათწლიანი სტრატეგიის შესახებ იმ გეგმის შესახებ რაც გულისხმობს რომ 10 წლის შემდგომ ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს ელექტროგენერაციის თვალსაზრისით თვითმყოფადი რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი თუმცა ძალიან ამბიციური განაცხადია ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ექსპორტ პოტენციალის გაზრდის მნიშვნელობაზე, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე როგორც ევროკავშირისთვის და რა თქმა უნდა, შევჯერდით, რომ ერთიანი ძალისხმევით ის მიმდინარე რეფორმა, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის, ერთობლივი ძალისხმევით გაგრძელდება, სასიხარულო იყო ის, რომ მათ შორის საბანკო სექტორიდან ჩვენ მოვისმინეთ ძალიან დადებითი შეფასებები, რომელიც თანხმდრაშია იმ შეფასებებთან, რაც სახელმწიფოს აქვს, საბანკო სექტორი აცხადებს, რომ განსაკუთრებით გამოირჩევა ბოლო თვეების განმავლობაში ენერგეტიკის სექტორი აქტიურობით. ვფიქრობთ, რომ რა თქმა უნდა, აღნიშნული შეფასებები და აღნიშნული ფაქტები ცხადყოფს, რომ ენერგეტიკის სექტორში ძალიან დადებითი ძვრები არსებობს და სახელმწიფო რა თქმა უნდა განაგრძობს იყოს ძალიან დიდი მხარდამჭერი ყველა იმ ინვესტორის თუ დეველოპერის, რომელიც ენერგეტიკის სექტორში უზრუნველყოფს დადგმული სიმძლავრეების შემამატებას. დიახ, ენერგეტიკის სექტორში დიდი ძვრებია, შესაბამისად სახელმწიფო განაგრძობს სექტორის მხარდაჭერას, აღნიშნავს ეკონომიკის და რადიკალურობის მინისტრი და სწორედ ბიზნესის პოზიცია გვინდა ახლა შემოგთავაზოთ. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ბატონ ლევან მეხოეცი, ჩვენი სტუმარი ბატონ ლევან, მოგესალმებით. მოგესალმებით ბიზნეს ინსაიდერში. მაესტროზე უკვე მეორედ მობრძანებისათვის. მადლობა. მოკლედ, ფორუმთან დაკავშირებით ბატონ ლევან, ჩვენი მთავარი საუბრის თემა და საუბრის საკითხი თქვენ ჯანდებოდით სპიკერი ეს ფორუმზე ნახეთ სახელმწიფოს პოზიცია ეკონომიკის და რადიკალურობის მინისტრი ასევე იყო სემეკის ხელმძღვანელი წარმოდგენილი და თქვენი შეფასება პირველ რიგში ფორუმის დისკუსიის შინაარსობრივი ნაწილის. მადლობა გიორგი, პირველ რიგში ფორუმის ორგანიზატორებს, ანუ ორგანიზატორს უნდა გადაგიხადოთ, მადლობა რომ ეს შესაძლებლობა გქონდა.
თან პირველი შესაძლებლობა არ არის ამ ტიპის კომუნიკაციის. ცხადია ენერგეტიკის მიმართულება არის უკვე მერამდენე ფორუმის დღესასრიგში, ეს იმას ნიშნავს, რომ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მას და სამინისტროს მხრიდან მონაწილეობა ფორუმში პირადად მინისტრის კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ რამდენად მნიშვნელოვანია ენერგეტიკა ეკონომიკური განვითარებისთვის და შესაბამისად ენერგეტიკაში თუ აქამდე გარკვეული პრობლემები დაგროვდა, აი ამ პრობლემების თავს კიდევ ერთხელ გადახედვა, გავლა, ინვენტარიზაცია და სწორი ასე ვთქვათ, პასუხების მოძებნა კონკრეტულ კითხვაზე, რომელიც შეიძლება დაისვას, ეს არის დღევანდელი ენერგეტიკის სამინისტროს, მე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი ხედვა. ის რომ დარბაზში იყო სრული ანშლაგი, ცხადყოფს, რომ არის მაღალი ინტერესი საინვესტიციო სექტორის მიმართ, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ რამე გამოწვევა არსებობს, სწორედ სამინისტროს მიზანი, რაც მე დავინახე, არის რომ ეს ყველა გამოწვევა ვაქციოთ შესაძლებლობად იმ ადამიანებისთვის, რომელიც შეკრებილი იყო და ცხადია შეკრებილი საზოგადოების მიზანიც ეს არის, რომ ერთად როგორ ვიმუშაოთ და ეს გამოწვევები როგორ ვაქციოთ შესაძლებლობებად. სამინისტროს ნაწილში ხაზი უნდა გაუსვათ, რომ იყო თემები, რომელიც ბოლო რამოდენიმე წელია თაროზე იყო შემოდებული, იმიტომ კი არა, რომ ასე იგი ვიღაცას არა, იმიტომ რომ იმდენად რთული გადასაწყვეტია ზოგიერთი საკითხი, პრინციპული გადასაწყვეტია და ფაქიზი გადასაწყვეტია, იმიტომ რომ იცით ელექტროენერგიის ნაწილში როგორი რთულია, იმიტომ რომ ხელმისაწვდომობა ელექტროენერგიის და გრძელვადიანი ენერგეტიკული უსაფრთხოება უფასო სადილე არ არსებობს. ყველაფერს თავის ღირებულება აქვს. ამიტომ ძალიან ხშირად ჩვენ თაროზე შემოვდებდით ხოლმე ამ საკითხს, გვეშინოდა ამ საკითხების მუშაობა, სწორედ იმიტომ რომ გვეშინოდა, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს გარკვეულწილად ელექტროენერგიის ღირებულების გაზრდა და აი ამ შიშიდან გამომდინარე, იმდენი პრობლემა დავაგროვეთ გასულ წლებში, რომ დღეს სამინისტრო არის სერიოზული, ასე ვთქვათ, მუშაობის, სამინისტროს უწევს უმნიშვნელოვანესი მუშაობა, სწორედ იმიტომ, რომ ეს დაგროვებული პრობლემა ნელ-ნელა არავინ არ საუბრობს, რომ შეიძლება უწევ რაღაც ჯადოსნური ჯოხი მოიძებნება, დავადებთ ამ თაროზე და ყველაფერი მოგვარდება. ეს არის სწორედ ეტაპობრივი გადაწყვეტილის გზა და რაც თავარია, ანშლაგის მე მგონი იმას ადასტურებს, რომ ნდობა მინისტრის პირადი, ასე ვთქვათ, სურვილის და ჩართულობის იმისათვის, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს, ამას ყველანი ვხედავთ, ვადასტურებთ და ერთად მუშაობთ სწორედ იმისათვის, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს. კი ბატონო, მართლაც დიდი მადლობა პირველ რიგში აღნიშნეთ ფორუმის ორგანიზების ნაწილიც და ასევე მართლაც ანშლაგი იყო, ვინაიდან 130-ზე მეტი ადამიანი იყო ჯამში წარმოდგენილი ფორუმზე, რაც ჩვენი ეკონომიკური ფორუმის ამ 3 წლის და ცოტა მეტი ხნის განმავლობაში იყო ყველაზე უპრეცედენტო რაოდენობა ამ ნაწილის დისკუსიის ნაწილის განსაკუთრებული იყო ჩართულობის კუთხით და როცა ჩვენ ვსაუბრობთ აი ახალ მიდგომაზე პრინციპში ფორუმის ძირითადი სათაურიც და მიმართულებაც იყო სწორედ ახალი გამოწვევები მინისტრმა ისაუბრა 10 წლიან სტრატეგიას და მათ შორის მანვე აღნიშნა ის პრობლემების რომელიც არსებობდა რაზეც თქვენ საუბრობთ ამ ნაწილში აი ამ 10 წლიან ხედვაში რაზეც მინისტრმა ისაუბრა აი როგორ ხედავთ თქვენ არის მართლაც განახლებული მიდგომა არის ის განახლებული აქცენტები რომელიც ახლა დარგს ყველაზე მეტად სჭირდება იმიტომ რომ ეს ინტერესი რომელიც თუნდაც იმ დარბაზში ხედავდით და არა მხოლოდ იმ დარბაზში რა თქმა უნდა გადაიზარდოს უკვე კონკრეტულ მოქმედებებში კი ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ 10 წლიან გეგმაში როგორ ხედავთ ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობას და ინტეგრაციას და რა ეტაპებად ხედავთ ამას იმ დრო არის პირველი 5 წელიწადი როცა ვსაუბრობთ 4000 მეგავატის ინტეგრაციას საიდანაც 3000 არის მზე და ქარი დაახლოებით 1300 1700 1300 ქარი 1700 მზე და 1000 მეგავატი ზემოდან ჯამში 4000 მეგავატი ჰიდრო ელექტროსადგურები იქნება კიდევ ესე იგი 1000 მეგავატი ანუ ეს არის ის 4000 მეგავატი რომელიც პირველი 5 წლის განმავლობაში უნდა რომლის ინტეგრაციაც უნდა მოხდეს აშენდეს და ინტეგრაციაც უნდა მოხდეს ქსელში მე რატო ასე დეტალიზირდები იმიტომ რომ აქამდე ესეთი სამიზნე მაჩვენებლები ჩვენ არ ქონდა ხო მარტივია სათქმელად ხო მარტივია იმის ჩამოსაყალიბებლად რომ დაწერო აი 2031 წელს 2032 წელს უნდა იყოს ამდენი და ამდენი ეს აქამდე არ ქონდა და ის რო ეს გვაქვს ის კი არა რომ ვიღაცას შემთხვევით როგორც გადმოცემით ვიცით რომ მენდელეევს დაეზმერავ ტაბლო და დადგა დაწერა ეს იყო უდიდესი შრომის და შეფასებების შედეგი რისი მიღება შეუძლია ქსელს სად რომელ რეგიონში რა შესაძლებლობა აქვს ქვესადგურებს და შემდეგ და აი შეფასებების
შედეგად მივედით ამ კონკრეტულ რიცხვამდე, რაც ცხადია, არის სწორი სამიზნე მაჩვენებელი, რომ ინვესტორებმა იცოდნენ. 8000 მეგავატზე იყო განაცხადები შესული. ანუ რატო უნდა იცოდეს ინვესტორმა? იმიტომ რომ როცა არის ძალიან ბევრი პროექტი, იქ უკვე ინვესტორებს ეჭვუჩნდებათ, რომ ამდენი პროექტის განხორციელება, ვის რა სჭირდება ამდენი ელექტროენერგია, ან თუ ავაშენეთ ეს ელექტროენერგია ფიზიკურად საწავა და შესაბამისად თუ ესეთი ნდობა არ არის, რომ არის ის ვთქვათ მთავრობა რამდენი ელექტროენერგია უნდა ინტეგრირდეს, მაშინ ინვესტორსაც უჩნდება იმედგაცრუება და არ შეჯერა, რომ შეიძლება რაღაც გაკეთდეს, ამიტომ აღარ შედის ამ სექტორში. როდესაც მთავრობა აყალიბებს სტანდარტს კი არა და ხედვას, რომ ამდენი მჭირდება, რომელიც უკან შრომა, წვალება, დათვლა, კონკრეტული შეფასება და ამ შემდეგ დგას კონკრეტული ეს თქვა რიცხვები, ხო? ეს არის სწორი სიგნალი ინვესტორებისთვის და მეორე ნაწილი, მეორე 5 წელი, ახლა რა წელზე საუბრობთ, ეს არის ჩვენი ტკივილი, ალბათ 10 წლეულების ტკივილი, ბოლო რამოდენიმე ათწლეულების ტკივილი, ეს არის კაშხლიანი მარეგულირებელი ხესების მშენებლობა და ინტეგრაცია. ის რა ჩვენ ბოლო 40 წელია ვერ მოვახერხეთ, დღეს პერსპექტივა ამისი ჩნდება. ის თუ აქამდე ვხედავდით, რომ ბევრი ფაქტორის გამო, ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო, ისტორიული გაურკვევლობის გამო, ტექნიკური პრობლემების გამო, ინვესტორების არარსებობის გამო და შემდეგ ბევრი მიზეზი, თითოეულ ამ პროექტს ჰქონდა თავისი გამოწვევა, რაც ჩამოთვალე იმათგან, ყველა ერთად შეიძლება, ყველა ერთადაც იყო, ხო? და დღეს ვხედავთ, რომ ყველა ამ კონკრეტულ საკითხზე არის კონკრეტული პასუხები. ის, რასაც 2017 წლიდან მოყოლებით კონკრეტული ადამიანების ჯგუფი, განახლებადი ენერგიის ასოციაციის ფორმატი იქნება თუ ბიზნეს ასოციაციის ფორმატი, ვსაუბრობდით, რომ მოდი დამატებითი სტიმული ადგილობრივ მოსახლეობას გაუჩინოთ და გახდეს ამ ხესებთან ეგრეთ წოდებული გრძელვადიანი ინტერესის თანაზიარი. და ეს გრძელვადიანი ინტერესი შეიძლება იყოს ქონების გადასახადის ნაწილი, რომელიც პირდაპირ მათ თემში შეიძლება წავიდეს. ამაზე არ ქონდა პასუხი. დღეს კანონი პროექტი არსებობს პარლამენტში, ან გადაგზავნილია უკვე, მალე გადაიგზავნება და ვხედავთ, რომ თავარი გამოწვევა მოსახლეობასთან დაკავშირებით შეიძლება ამან ნაწილობრივ მოხსნას და რა თქმა უნდა ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც სამინისტრომ, მთავრობამ, უშუალოდ პრემიერ-მინისტრმა მიიღო, რაც ასე ვთქვათ, რევოლუციური, ნამდვილად რევოლუციური მიდგომა იქნება ამ სექტორისთვის. სხვა პრობლემები რო გავყვეთ ტექნიკური თუ ამ შემდეგ ხო საინვესტიციო ნაწილში ყველაზე მთავარი რაც დიდ პროექტებს ჰქონდა ეს იყო შემდეგი რომ მხოლოდ კერძო ინვესტორი მაღალი ალბათობით და ეს ვნახეთ მაგალითები მათი დაწყებული ვნახეთ მაგრამ გაგზელებული და დამთავრებული არ გვინახავს შესაბამისად სახელმწიფოს ჩართულობა ამ პროექტში რისი პოლიტიკური ნება დღეს არსებობს და არ არსებობს და გუშინ უკვე გვაქვს შესაბამისად მაღალი დონის სანდო ინვესტორი რომელიც შემოდის ქვეყანაში და ხედავს რომ მისი პარტნიორი არის სახელმწიფო ხვდება რომ ბევრი ის წინაღობა რაც წინა შემთხვევაში წინა ინვესტორებთან გაჩნდა ეს პრობლემები აქ მოგვარდება და რა თქმა უნდა ეს არის ის აუცილებელი წინაპირობა რომელიც რეალისტურს გახდის ამ პროექტების განხორციელებას და კარგად ვიცით რომ 10 წელიწადში ეს პროექტები თუ არ განხორციელდა ანუ პირველი 5 წელი და მეორე 5 წელი ჯამში 10 წლის მერე გამომდინარე იმ ტექნოლოგიური ცვლილებებიდან რომელიც ჩვენ გვაქვს და პირველ რიგში ეს არის ენერგო ინტენსიური სხვა ტექნოლოგიების წილის ზრდა და შესაბამისად მოხმარების ზრდა უფრო მაღალი ექსპონენციური ასე ვთქვათ მაჩვენებლებით ვიდრე ეს აქამდე იყო ჩვენ ამ გამოწვევებს ხადია ვერ უპასუხებთ თუ არ დავხვდით მყარად ჩვენს ენერგო რესურსებზე რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი ენერგო უსაფრთხოება და დამატებით კიდევ უნდა შექმნას საექსპორტო პოტენციალი რომელიც კაბელს უკავშირდება უკვე შავ ზღვის აუცილებლად მინდა კაბელზე ვისაუბროთ თუმცა მანამდე ასევე მინდა კითხო როდესაც პრობლემების ჭრილზე ვსაუბრობთ და უკვე გაჩენილ შესაძლებლობებზე ჩვენ აქ ფორუმამდე და უფრო ადრე გქონდა ეთერი როდესაც ვსაუბრობდით და ეს საკითხი მაშინაც განვიხილეთ თუმცა მას მერე უკვე ყოველგვარი ვადაც ამოიწურა გადაწყვეტილებაც ასე ვთქვათ მოვიდა მოქმედებაში საუბარია 1 მილიარდის პატიებასთან დაკავშირებით და ამის შესახებ ფორუმზეც ითქვა მინისტრის მხრიდანაც რა ვითარება გვაქვს ანუ
მოგცა თუ არა პირველი შედეგი გარკვეულწილად ან პირველი დაკვირვების უფრო ღრმა დაკვირვების საშუალება მილიარდი ლარის პატიებამ, რომელიც კიდევ ერთხელ როგორც მინისტრმა აღნიშნა, იყო ეს დაგროვებული ვალდებულებები, რაც საჭირო იყო რომ გადაწყვეტილიყო. კი ბატონო, ჩვენ როდესაც 2020 წელს 2017 წლიდან რაღაცნაირად ჩიხში შევედით და 2017 წლიდან უკავშირდებოდა სავალუტო ფონდის მემორანდუმს და კონკრეტული პროექტების მეგულისხმობ სავალუტო ფონდის პროგრამების ბოდიში გაგრძელების ყოფნა არ ყოფნის საკითხის მიბმას ენერგეტიკაში წამახალისებელი სქემების ამა თუ იმ მოდელთან ჩვენ მაშინ ვნახეთ რომ ამ პროგრამების გაგრძელება PPA-ზე მიაბეს, ამიტომ PPA იძულებული ვიყავით იმდენად მქონდა მაშინ დამოკიდებულება სავალუტო ფონდზე როგორც ჩანს რომ PPA გავაჩერეთ 2017 წლიდან შეიქმნა სიცარიელე და მუდმივად ჩდებოდა კითხვა რომ ის პროექტები რომელიც აქამდეა რა ხდება და რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ ინვენტარიზაცია ვერ მოახდინეთ ამ პროექტების. აი ეხლა ამ გუნდმა და თითოეულის დეპარტამენტის თითოეულის ადამიანი რომელიც ამ პროექტებზე მუშაობს მართლა მადლობა უნდა გადაუხადოთ იმისათვის რომ ბოლოს და ბოლოს გავიგეთ ეს პროექტები რომელია რეალისტური რომელსაც ყოველ შემთხვევაში ინვესტორი დღემდე უყურებს რეალისტური რომ არის რეალისტური და რომელზეც ელემენტარულად ვაპატიეთ და ვუთხარით რომ თუ შენიტყვი რომ აღარ გავაკეთებ მაშინ აღარ მოგთხოვ არაფერს არ ჯარიმა არც არაფერი დაგიბრუნებ შენს გარანტიას წადი მშვიდობით დაიძინე და არ ქონეს იმის შიში რომ ვიღაცა რაღაცას მოგთხოვს დაახლოებით 9 გიგავატი პროექტები ამოვარდა 1500 მეგავატი ნახევარი დარჩა პროექტების, ანუ ვიცით რომ ამ პროექტებში დღეს არის ნდობა ინვესტორების მხრიდან და ამ პროექტების ძირითადად ეს არის ჰიდროს პროექტები, რომ ისოდე ძველი პროექტებია შედარებით აუქციონებამდე, ანუ 2022 წლამდე პროექტებია ძირითადად და იმედი გვაქვს რომ ეს პროექტები რახან ნდობა არსებობს ინვესტორების განხორციელდება და იმ სასურველ შედეგს მივიღებთ, რომელიც ჩვენ გვჭირდება, ეს შედეგი არის სწორედ ჰიდროელექტროსადგურებია თუ სხვა ტიპის ელექტროსადგურები აშენება და ქსელში ინტეგრაცია. კი ბატონო, როცა ჩვენ ვსაუბრობთ კვლავ ინვესტორებზე, უკვე აი ამ ნაბიჯზე რომ პატიების შემდგომ რეალური ინვესტორები დარჩნენ, შეიძლება ასე ითქვას, სისტემაში ამ არეალში. ბატონო ზურაბ კოკოსაძე იყო ასევე პანელის მონაწილე საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე და ბატონო ზურაბმა მის ძალიან საინტერესო მოხსენებაში მთლიანად და სიტყვაში ასევე ახსენა ძალიან საინტერესო ციფრი, თქვენ მანამდე არაერთხელ ბატონო ზურაბი მოიყვანეთ მაგალითად ამ ნაწილში. როგორც ინვესტორი და ამ ფინანსებლის ჭრილში და ბატონო ზურაბმა ახსენა კონკრეტული ციფრი 700 მილიონი და აღშა რომ 700 მილიონის მხოლოდ საქართველოს ბანკს 700 მილიონის პროექტები არის უკვე წარმოდგენილი, რომელიც დაფინანსება საუბრობ. თუმცა ამავდროულად ჩვენ ვნახეთ ახლა რამდენჯერმე ვახსენეთ ჰიდრო და სხვა, ხო, ქარი, მზე. თუმცა ამავდროულად მთელი რიგი დისკუსია პანელზე ყველა დეტალს არ გამომაქვს პანელის და ფორუმის პრინციპიდან გამომდინარე, მაგრამ იყო დისკუსია, მათ შორის მინისტრის მხრიდან რამოდენიმეჯერ იყო ხაზგასმა ერთგვარ დაპრიორიტეტებასთან დაკავშირებით. ჰიდრო, ქარიმზე, რას ნიშნავს ეს პრიორიტეტიზაცია და მეორე კიდევ ბატონი ზურაბის ნაწილს რომ მეუბრუნეთ, რას ნიშნავს ის რომ 700 მილიონის მხოლოდ ერთ ბანკშია წარდგენილი დასაფინანსებლად პროექტები? 700 მილიონით რო დავიწყოთ, ეს არის ერთი კონკრეტული ბანკი, რომელსაც გარკვეული წილი აქვს, ექსტრაპოლაციით რო წავიდეთ, დაახლოებით მილიარდ ნახევარ ლარზე უნდა ვისაუბროთ დღეს, რაც შეიძლება პოტენციურად პროექტები იყოს, თუმცა ეს არის ალბათ იმის ნახევარი რისი განხორციელება ჩვენ აი 4000 მეგავატში იმის ნახევარი არის იმის მე-13, რაც შეიძლება 4000 მეგავატში გქონდეს სამიზნედ განხორციელოთ. 700 მილიონი ნიშნავს იმას, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. თუმცა რატო არ არის იმაზე ხო, თუმცა ალბათ სხვანაირად უნდა შევხედოთ. 700 მილიონი თავისთავად ძალიან ბევრია, ძალიან მაღალი რიცხვია, მაგრამ მოდი აქედან შევხედოთ, რა გავაკეთოთ, რომ 700 გახდეს მილიარდ ნახევარი, 2 მილიარდი. ასეთ შევხედოთ და სწორედ აი ამ ფორუმის მე რაც მომწონს ყოველთვის გიორგი შენ ფორუმში ეს ეგრეთ წოდებული Chatham House-ია, სადაც გულწრფელად გულახდილად საუბრობთ, ამ ფორუმის ფორმატი იძლეოდა საშუალებას რომ ეს კითხვები დაგვესვა და მათ შორის შეთავაზებები გაგვეკეთებინა, მათ შორის ძალიან გულწრფელად გვეთქვა რომ ძალიან მაგარია 700 მილიონი, მაგრამ 700 მილიონი მილიარდ ნახევარი არ ეყოფა იმ 4000 მეგავატის იმპლემენტაციას, რომელიც ჩვენ გვჭირდება და რა გავაკეთოთ, რომ ეს გავაორმაგოთ და გავასამაგოთ. აი ეს ფორმატი არის, რასაც შენ ქმნი, არის ძალიან ადეკვატური ფორმატი, სადაც შეიძლება ამ ტიპის დისკუსია იყოს.
და სადაც შეიძლება უკვე კონკრეტული ამოხმაურება კონდეს მინისტრისგან, მათ შორის რამოდენიმე ისეთი სადისკუსიო საკითხი წამოვიდა, რომელსაც ჯერ ალბათ არ ვახსენებთ საჯაროდ, იმიტომ რომ სამუშაო ფორმატში გაჩნდა ეს მოსაზრებები, რომელიც მართლა რევოლუციურია, რომელმაც შეიძლება პრინციპულად შეცვალოს ტემპები ელექტროსადგურების მშენებლობის ქვეყანაში, მათ შორის ალბათ ხაზი გაუსვათ იმას, რომ მივედით ახლა პრივატიზაციაზე და რომ განსაკუთრებით ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას ძალიან წაადგება. მე ალბათ უნდა თქვათ, რომ მე ამ შემთხვევაში ტექნოლოგიების მხრივ შედარებით ნეიტრალური ვარ. შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს ერთი პროექტი, მეორეს მეორე, მესამეს მესამე და ჰქონდეთ იმის განცდა, რომ არა მაინდა-მაინც მათი ტექნოლოგია პრიორიტეტული, მაგრამ აქ უნდა ამოვიდეთ ალბათ ორი ასე ვთქვათ კრიტერიუმით, როცა ტექნოლოგიებს ვაფასებთ. პირველი არის ქსელის უსაფრთხოება და მისთვის საჭირო ასე ვთქვათ სტანდარტები, რა მოთხოვნა აქვს ქსელს იმისათვის, რომ ქსელში სტაბილურობა იყოს და არ მინდა მოვიყვანო ხარ რთული ფიზიკური ტერმინები და დაობნიო თქვენი აუდიტორია და აქ უდავო ჩემპიონი ნამდვილად არის ჰიდროელექტროსადგურები, რომელიც მეტ სტაბილურობას ძენ სისტემას და ჩვენ ნახეთ შარშან მაისში, აპრილის ბოლოს მაისში მოხდა ევროპაში რამოდენიმე ქვეყანაში გათიშვა და სწორედ იყო არაჰიდრო განახლებადი ელექტროსადგურების არ დავასახელებ იმ ტექნოლოგიას, რომ ასე ვთქვათ დავჩაგროთ ეს ტექნოლოგია. ამ ტექნოლოგიის სპეციფიკისგან გამომდინარე პრობლემა, რამაც გათიშა და მეორე ეს არის თუ ეს არის ის ტექნოლოგია, რომელიც სისტემის გრადობისთვის და საიმედოობისთვის აუცილებელია, მისი ყოფნა ქსელში, ისე არ მივიღოთ, რომ კონდეს მზე და არ კონდეს ჰიდრო. და რო არ იყოს, ასე ვთქვათ, ჩვენი სისტემა უფრო მოწყვლადი, შედარებით მოწყვლადი. და მეორე პრობლემა, რომელიც ამას უკავშირდება, იმიტომ რომ მზის ელექტროსადგურების მშენებლობა შეიძლება დაჭირდეს 1 წელი. და 1 წელიწადში 100 მეგავატიანი ააშენო მზის ელექტროსადგური. მაშინ როცა ჰიდრო რო ააშენო 100 მეგავატიანი, შეიძლება 5, 6, 7 წელი დაგჭირდეს და ჩვენ გვაქვს მაგალითები, როცა გვირაბიანი სადგურები მშენებლობა იყო, რომელსაც 6-7 და მეტი დაჭირდა წელი მშენებლობისა, იმისათვის რომ ეს პროექტი დასრულებულიყო, იმდენად რთული ტექნოლოგიური პროცესია თავისთავად ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. ანუ საიმედოობა გვჭირდება, ტექნოლოგია რთულია და ძვირად ღირებულია, ამიტომ დაისვა ეს საკითხი, რომ ხო არ ჯობია ვიფიქროთ რაღაცა განსხვავებულ და კიდევ უფრო წამახალისებელ მიდგომაზე და მაშინ მეც მოვიყვანე მაგალითები წინა წლებიდან, რომ წინა წლებში სულ ვაგვიანებდით გამოწვევებზე, რომ დროული პასუხი გაგვეცა და ვიყავით გაჩერებული. დღეს არის აი რაღაცა განსაკუთრებული მომენტი, არსებობს თავრობის პოლიტიკური ნება, არსებობს ის ბოლოდინი, რომ ამ ასე ვთქვათ ტექნოლოგიური გადაიარაღებისა და ინდუსტრიის და სექტორების ზრდის გამო მოთხოვნა გაიზრდება. მე გულისხმობ დატა ცენტრებს და ამ შემდეგ რომლის გარეშე მომავალი წარმოუდგენია ელექტრომანქანები, მომავალი წარმოუდგენელია და ჩვენ 6 წლამდე მანქანები ხო შევზღუდეთ, მაგრამ ელექტრომანქანებზე ხო ღია ეს წლოვანები შეზღუდვა. ნიშნავს რომ ელექტრომანქანებზე მოდი ხა ამას ბევრი წინასწარმეტყველება არ ჭირდება და განსაკუთრებული რომ ელექტრომანქანებზე წილი ნელ-ნელა გაიზრდება და 10% რომ მივაღწიოთ, 10% დღევანდელი მთელი პარკის, ავტოპარკის, ეს 180,000 მანქანა გამოდის, 10%. 180,000 მანქანა ერთდროულად ხალხმა რომ შეერთოთ, ორი ნამახვანი არ ეყოფა იმას და ქსელშია, ხო? ნუ მე რატომ მოყავს ხოლმე შედარება, იმიტომ რომ ჩვენ ნამახვანზე იმ არასწორი თქვა ინფორმაციული ნაკადების გამო ჩიხში აღმოჩნდით და დღეს სიტუაცია გვაქვს, რომ ერთი კი არა, ორი დაგშელება დაგჭირდეს 180,000 მანქანა თუ დაემატა ერთდროულად, ეხლა მე არ გულისხმობ, რომ ხვალვე დაემატება, მაგრამ 2, 3, 5 წელიწადში ხო მოხდება ეს გარდაუღლად. ამიტომ ეს ამ გამოწვევას ჩვენ ძალიან სწორედ უნდა უპასუხოთ. ყველაზე მთავარი არის, რომ შემაჯამებელ სიტყვაში მინისტრისგან ჩვენ დავინახეთ, რომ პრობლემა ძალიან კარგად ესმის, სამინისტროს ამაზე ნამუშევარი აქვს და ვხედავთ, რომ მოძრაობა მიდის და ჩვენც უახლოეს პერიოდში ცხადია გვექნება უკვე სამუშაო წესით სამინისტროსთან შეხვედრები იმისათვის, რომ თვითონ ამ საკითხზე კონკრეტული რეცეპტი დავდოთ და ვუმკურნალოთ და
შესაბამის შედეგიც მივიღოთ. კი ბატონო, მართლაც ძალიან აქტიურია სამინისტრო ამ კუთხით და ერთი ახლა სწორედ ეს საჯარო შეხვედრები, რადგან საუბრობთ ახლაც და მეორეა სწორედ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრები, რაც ასევე თქვენ საუბრობთ ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით ენერგეტიკის ნაწილი ამ თვალსაზრისით გამორჩეულია, რაც იქ ნახეთ ყველა მხრიდან აღინიშნებოდა და შავი ზღვის კაბელი აუცილებლად მინდა მივიდე ამ მნიშვნელოვანეს თემამდე, რა თქმა უნდა, იქ აღინიშნა მინისტრის მხრიდანაც, რომ თვითკმარობა ენერგო დამოუკიდებლობის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება მნიშვნელოვანია ქვეყნის, მაგრამ ამ დროულად ჩვენ საუბრობთ საექსპორტო პოტენციალზე, მათ შორის მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ნაწილში. შავი ზღვის კაბელი, რომელსაც ახლა აქვს სრულიად სხვა სტატუსი, უკვე ორქვის ინტერესების პროექტი, არამედ უკვე გადაინაცვლა უფრო მეტიც ევროსაბჭოს, ევროპარლამენტის დასტურით და რას მოგცემს უფრო მეტად რომ უთხრათ, ასე ვთქვათ, ჩვენს მაყურებელს შავი ზღვის კაბელი. პირველ რიგში ჩვენი ინტერესი კარგად დავინახოთ, რატო გვჭირდება ეს. თუ ჩვენ ვავითარებთ განახლებადი ენერგიის წყაროებს, უნდა ვიცოდეთ, რომ მათი ცვალებადობა, ანუ გაგენერაციის ცვალებადობა მზის ღრუბელი წამოვიდა, მზე შემცირდა. დაეცა და გამომუშავება გაიწია ღრუბელი, გადაიარა ღრუბელმა, მზე გამომუშავება გაიზარდა. იგივე ქართან დაკავშირებით. ერთი დღის ჭრილში ეგ საათობრივ ამბავში ჰიდროს არ აქვს პრობლემა, მაგრამ კვირის ჭრილში ჰიდროსაც შეიძლება მოდინებაზე ჰიდროსაც შეიძლება გარკვეული ცვალებადობა ქონდეს წვიმიანი 3 დღე და გამომუშავება ყისიერად ხედავთ რომ იზრდება ხოლმე ჯამური გამომუშავება. ანუ მაშინ როცა შენ მოთხოვნა ასე მოძრაობს ძალიან турბულენტურია ამის ყველაზე სწორი დაზღვევა ამაზე უკეთესი ფორმულა არავის არ მოუძებნია ეს არის გეოგრაფიული დივერსიფიკაცია და კავშირების გაძლიერება ასე ვთქვათ შენს მეზობლებთან. ხა ევროპასთან ამ მის გაჩენა და შესაძლებლობა რომ შენ საჭიროების შემთხვევაში დროული გადადინება გააკეთო იმ სიჭარბის რომელიც შეიძლება შენ გქონდეს და ამ შემთხვევაში და მეორეს მხრივ მიიღო თუ საჭიროა ელექტროენერგია იქიდანაც და ნუ გაგვიკვირდება დღეს ევროპაში ზვირია დენი, მაგრამ ამას მე ვიძახდი თურქეთზე. თურქეთში რო ხას ვაკეთებდით, ჩვენ ვფიქრობდით თავის დროზე საექსპერტო პოტენციალზე და ეს თვეები 2-3 თვე იმდენად დაბალი ფასია თურქეთში, რომ დღეს თურქეთიდან პირიქით დეფიციტს ვიფარავთ ჩვენ და ჩვენ შემოგვაქვს თურქეთიდან ელექტროენერგია. ამიტომ როცა კაბელს აკეთებ, უნდა კონდეს განცდა არა მხოლოდ იმის, რომ შენ გაიტანა, არამედ როცა დაჭირდება, შენ მიიღებ და ეს არის სწორედ ენერგეტიკული საფრთხოების ცნება თავისი შინაარსით, რომ შენი მომხმარებელი გეყოლება დაცული და შენ გენერაციის მხარეც გეყოლება დაცული. სიჭარბის შემთხვევაში მოხდება გადადინება, დეფიციტის შემთხვევაში შეიძლება შევისვოდა მოსახლეობა, ანუ მომხმარებლები უბრალოდ არ აღმოაჩინო რისკის ქვეშ. არ აღმოჩნდნენ რისკის ქვეშ. მეორე მხრივ ეს ევროპისთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია. მოდი ასე ვთქვათ, ჩვენი ლამაზი თვალებისთვის, ანუ ჩვენი ასე ვთქვათ ლამაზი ბუნებისთვის არავის იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ განახლებადი ენერგიის წყაროებზე, რომელზეც ევროპაში მაღალი მოთხოვნილებაა და შესაბამისად ამ რეგიონის, კავკასიის რეგიონზე ლაპარაკი განახლებადი ენერგეტიკული წყაროებთან წვდომა აქამდე მიდიოდა ბუნებრივი აირი, რომელიც დაიწვებოდა და მერე მუშავდებოდა იქიდან ელექტროგენერაცია ის ელექტროენერგია მიეწოდებოდა ბაზარს. და პრობლემა რა იყო? ბუნებრივი აირი არის დამაბინძურებელი გარემოსთან დაკავშირებით, უბრალოდ კლიმატთან დაკავშირებით, ის ქმნის პრობლემას ნახშირორჟანგის გაფრქვევის გამო. აი რა შეეხება სუფთა ენერგია, რომელსაც ნახშირბადის გაფრქვევები არ ახლავს საერთოდ, აქ 2050 წელს ევროკავშირის რო ამბიციური გეგმა, რომ გახდეს ერთის მხრივ თვითქმარი და მეორეს მხრივ იყოს სრულიად მწვანე გენერაცია 2050 საიდან უნდა მიაღწიო? ხო შეუძლებელია. ამიტომ აი ამ ორმხრივი ინტერესის გათვალისწინებით ამ კაბელს აქვს ის ისტორიული ფუნქცია, რომელიც ჩვენთვისაც და მათთვისაც ხელსაყრელ გარემოს ქმნის. ჩვენთვის დამატებით ეს კაბელი ქმნის სწორედად საინვესტიციო ინტერესს, რომელიც შეიძლება განსაკუთრებით მსხვილი პროექტების დღის წესრიგში როცა დადგება, მსხვილ პროექტებთან დაკავშირებით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორობა. იქ სახელმწიფოს ყოფნა, კაბელის არსებობა უკვე ქმნის პარტნიორად სახელმწიფო და კაბელი პოტენციურად მომავალში ქმნის იმის შესაბამის წინაპირობას, რომ მსხვილი ინვესტორი
მაღალი კონკურენცია მივიღოთ იმ ინვესტორებისგან ამ პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით. ძალიან მადლობა ძალიან დეტალური აღწერისთვის კაბელის ნაწილში და აუცილებლად მინდა კითხოთ ეს ფორუმის და ენერგეტიკის თემას ვწდები ამ შემთხვევაში. აი ამ უნიშნულოვან წრეთის გადაცემაც დავიწყეთ მართლაც ამ უნიშნულოვანესი თემით, რომელიც შეეხება Trump Towers აშენებას თბილისში ჩვენს დედაქალაქში, რომ შევაფასოთ ასე ვთქვათ ეს გადაწყვეტილება თქვენი მხრიდან. მე ძალიან მარტივად ვიტყვი, არ მოგასცემთ, ეს არ არის, ეს ცდება ვიდრე ჩვეულებრივი დეველოპერული პროექტის, ასე ვთქვათ, საზღვრებს. ეს არის მნიშვნელოვანი განაცხადი მათ შორის ქვეყნისთვის, რომ ქვეყანა არის უზარმაზარი ინტერესის ქვეშ, თუ რა არის საქართველოს, სადაც Trump Tower-ი უნდა აშენდეს. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ინვესტორი დარწმუნებული არ ეხლა რომ Google-ის საძიებო სისტემაში დავთვალოთ, აღმოაჩენთ, რომ უბრალოდ გაჟღერების მერე იმ საინფორმაციო საშუალებაში სადაც ეს გაჟღერდა საქართველოს ძებნა რა არის ქვეყანა, რა ეკონომიკური მდგომარეობა გაათმაგდებოდა დარწმუნებული ვარ და ამიტომ თავისთავად ამ პროექტის ცალკე აღებული განხილვა შეუძლებელია. ეს ქმნის უდიდეს ვთქვათ სტიმულს ქართული ეკონომიკისთვის, ამ კონკრეტული სექტორისთვის და მით უმეტეს თუ გაითვალისწინებთ თქვენ, სად იყო ამ აქამდე განსაკუთრებული ინტერესი დეველოპმენტის მხრიდან და იმ რეგიონში ახლა რა ხდება, აი ხო ხვდებით როგორი სინერგია შეიძლება მივიღოთ საქართველოში საინვესტიციო გარემოს გასაძლიერებლად. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ლევან, ძალიან საინტერესო საუბრისთვის, ძალიან საინტერესო მიმოხილვისთვის ჩვენი დღევანდელი თემის წარმატებას გისურვებთ. არაერთხელ მიმდინარე წელს ჩვენ შევხვდებით არამხოლოდ ფორუმების ფორმატში და ფორუმების შეჯამების ფორმატში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. დღეს Business Insider-ი ამით დასრულებულია. ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარ სიახლეებს თქვენ რა თქმა უნდა შეგიძლიათ გაერთოთ ჩვენს ვებგვერდზე Business Insider-ში, მე კი ხვალამდე გემშვიდობებით.